რა კომპეტენციები უნდა გქონდეს მუნიციპალიტეტს და რა აქვს იმისათვის, რომ ეფექტურად შეძლოს ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა. მას უნდა გქონდეს შემოსავლები იმ კომპეტენციების რელევანტური, რომელიც მას აქვს. Შემოსავლო გადასახადს ვიხდი იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ვიყენებ ადგილობრივ სერვისებს, იმ გზაზე დავდივარი, წყალს სვავ, დავყავს ბავშვი, იქ იღებს განათლებას, ანუ მე ვიხდი გადასახადებს და მე ვაფინანსებ ამით ჩემს სერვისებს. წარმომადგენლობაში ჩვენ გვაქვს დაახლოებით ელექტროენერგეტიკაში რო ქონდა 96-17 წელი. 2019 წელს რაღაცა კანონი მიიღეს ენერგეტიკისა და წარმომადგენლების შესახებ. ამ კანონში მუნიციპალიტეტი არის ნახსენები ორჯერ და ისიც როგორც ტერიტორიის განსაზღვრელი რა, არის მუნიციპალიტეტი როგორც ტერიტორია და არა როგორც სამართლებრივი ერთეული. მიუხედავად იმისა, რომ ორგანულ კანონში წერია, რომ წყალმომარაგება, სასმელი წყლის მომარაგება არის საკუთარი ექსკლუზიური კომპეტენცია მუნიციპალიტეტის. სოფლიოში მუნიციპალიტეტი ითვლება უკეთეს მოვლენად ქონების, იმიტომ რომ ის მის ტერიტორიაზე და მისთვის შემოაქვს შემოსავალი, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება, სადაც ჩინოვნის უბრალოდ ეს ექსელის ხილებში უყრია ეს ათასობით ქონება, წარმოდგენა არა აქვს და წარმოადგენს. წარმოდგენა არა აქვს რა შეიძლება გამოიყენოს მუნიციპალიტეტისათვის ეს იქნებოდა ის ბერკეტები, რომლითაც ის ხელში უწყობდა მცირე ბიზნესის განვითარებას. ცენტრალურ ხელისუფლებას რაღაც ინტერესი ჰქონდა იქ ინვესტორი რაღაც შემოეყვანა, მუნიციპალიტეტს დააწერა საგრებულო მიიღო გადაწყვეტილება და აჩუქა ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე ქონება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველა არის სახელმწიფო. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ერთადერთი პუნქტი არის ნახსენები მუნიციპალიტეტი, რაში შემთხვევით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს რო წააწყდნენ რაღაცა ძეგლს, სანამ გადააბარებს კულტურის სამინისტროს, აი იმ პერიოდში მოვლა ევალება მუნიციპალიტეტს. მე საერთოდ ნახსენები არ არის მუნიციპალიტეტი. ევროპაში რო ჩავდივარ და აი ამ ლამაზ პატარა ქალაქებს რო ვნახულობთ, ყველაფერი მოწესრიგებული რო არის, კალაგებული, დასუფთავებული, ეს გონია რომ ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს. აი მთავრობა რა კარგად მუშაობს. მთავრობის ფსიკარგი მთავარი მარკერი არის ის, რომ ის არ ერევა ამ საქმეების გადაწყვეტაში. მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას თვითმმართველობის საკითხებზე. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ. ყველა გადაცემაში ხაზს უსვამთ და დღესაც გავიმეორებ, რომ ამ პოდკასტებში გამოთქმული მოსაზრება მხოლოდ ჩვენი მოსაზრებაა და ის შეიძლება არ ეთანხმებოდეს დონორის პოზიციებს. წინა პოდკასტში მე და ბატონმა თენგიზმა ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის როლზე ეკონომიკურ განვითარებაში და იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს საქართველოში ამ კუთხით და ორივე მივედით იმ დასკვნამდე და ვიცით ამის თაობაზე, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ მუნიციპალიტეტს უბრალოდ არ ყოფნით კომპეტენციები, რომ მიხედონ მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას და ხშირ შემთხვევაში ის რაც უწერიათ დოკუმენტებში ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების კუთხით და პროგრამების კუთხით, უბრალოდ მას არ აქვს საშუალებები, რომ განახორციელოს ეს პროგრამები და პროექტები არამარტო დამოუკიდებლად, არამედ ის იძულებულია ნებისმიერი ფაქტიურად პროგრამის და პროექტის განვითარებაზე მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას. თენგიზ მე კარგად მახსოვს, როდესაც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდით, როგორ კეთდებოდა, როგორ ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროგრამები და პროექტები. ეს სისტემა დღესაც არ შეცვლილა. არსებობდა რეგიონული განვითარების კომისია, რომლის წევრებიც ვიყავით და მახსოვს პირველად, როდესაც მე ვიყავ სხდომაში მონაწილეობა, შემოვიდა 100 მილიონის პროექტები, ჩვენ გვქონდა 80 მილიონი და დაახლოებით 22 კაცი იყო კომისიის წევრი, რომელსაც არც ერთ წარმოდგენა არ ჰქონდა. რა ხდებოდა თვითმმართველობაში, რომელი უფრო მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და ჩვენ მოგვიწია გადაწყვეტილების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თუ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ ვერაფერი ვერ გაკეთდებოდა რეგიონებში და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მექანიზმები ამ პროექტების წარმოდგენის შემუშავდა, რაღაცა რეიტინგები გაკეთდა, ყველაფერი, მაინც საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ რა გაკეთდეს თვითმმართველობებში, რა გაკეთდეს ჩვენ სოფლებში და ქალაქებში, ამაზე გადაწყვეტილებებს იღებენ ის ადამიანები, რომლებიც არც იქ არიან ნამყოფები. არც მაინც და მაინც წარმოდგენა არ აქვს, რომელი პროექტის რა მნიშვნელობა აქვს და რამდენად მოახდენს გავლენას ადგილობრივ განვითარებაზე და ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიღების პროცესში იგნორირებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი რომ შევხედოთ ჩვენ სისტემას კომპეტენციების თვალსაზრისით და ევროპის თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის სისტემებს, ხო? აი იმ ქვეყნებს, რომელიც
პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოსულები არიან ჩვენსავით. რა განსხვავება არის, რა კომპეტენციები უნდა გქონდეს მუნიციპალიტეტს და რა აქვს იმისათვის, რომ ეფექტურად განახორციელოს მართვა და ეფექტურად შეძლოს იმ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ესე იგი, მან არის ახლა ორი ასპექტი. პირველი, დღეს რა კომპეტენციების შემონათვალიც აქვს მუნიციპალიტეტს, თუნდაც მაგის განხორციელების ბერკეტები, რესურსები მას რო ქონდეს, ჩვენი მუნიციპალიტეტები გაცილებით უფრო განვითარებულები იქნებიან. მეორე საკითხია, რა შეიძლება დამატებით უფლებამოსილება დაემატოს. ეს კიდე ცალკე საკითხია. იმიტომ რომ იგივე რომ მივდივართ იმ რეგიონული ფონდიდან, რაც ფინანსდება, ყველა კომპეტენცია არის საკუთარი ექსკლუზიური კომპეტენცია. მაგრამ რესურსები არ აქვს, ხო, რესურსები არ აქვს თავის. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს შესაბამისი საკუთარი ფინანსური რესურსები, რომლის განკარგვაშიც ის იქნება დამოუკიდებელი და ამას მიმართავ ძირითადად ასეთი პროექტების განსახორციელებად, მაგრამ ეს რასაკრული არ გამორიცხავს, რომ არსებობდეს რაღაცა მხარდამჭერი ფონდები, შეიძლება იყოს ცენტრალური ფონდი, შეიძლება იყოს დონორების რესურსებიც ჩაყრილი და კიდე ცალკე თემაა, მაგრამ სინამდვილეში მაგალითად მე მახსოვს როცა ამ სისტემას ვქნიდით საბოლოო ჯამში მაქამდე გვინდოდა მისულიყავით რომ გარკვეული პროექტების ძირითადი პროექტების განხორციელების რესურსები მუნიციპალიტეტს გადაცემოდა იმით რომ მასთან დარჩენილი იყო საშემოსავლო გადასახადი და მხოლოდ მსხვილი პროექტების თანადაფინანსების ელემენტად დარჩენილი იყო ეს რეგიონული განვითარების ფონდი. სამწუხაროდ მაშინ მაქამდე ვერ მივედი, იმიტომ რომ შეყონდა საშემოსავლოს გადაცემა, შეყონდა სხვა რეფორმები, რომელიც ამ კუთხით უნდა განხორციელებული იყო, თორე თავისთავად ეს რეგიონული განვითარების ფონდი, ესეც აპრობირებული ევროპული სისტემა, მათ შორის შემოვიდა ქულების შეფასების სისტემა, უკვე უნდა შემოსულიყო მათემატიკური ანალიზი ამ ასე ვთქვათ, სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის და რაღაცეების და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ შეიძლება დღეს მაგალითად გაქვს პირობითი რაღაცა ლიმიტებივით განსაზღვრული ყველა მუნიციპალიტეტს აძლევ, ხო? ეს არის ტერიტორიული გაცემის პრინციპი. შეიძლება შენ გქონდეს სადაც სხვა პრინციპი, რომ თუ ყველა თავის ფუნქციებს ახორციელებს, პროექტების უპირატესობები დაალაგო და არა ისა, რომ დღეს აქვს მას საბაზო დაფინანსების ფუნქცია ინფრასტრუქტურული კუთხით. თუ ეს ფუნქცია არ ექნება, მაშინ საუკეთესო ათეულ პროექტს შევარჩევ, იმიტომ რომ შეიძლება დღეს მაგალითად ერთ მუნიციპალიტეტს გქონდეს 6 კარგი პროექტი, მეორეს 3 ცუდი პროექტი, მაგრამ მოგიწიოს იმის დაფინანსება, იმიტომ რომ მასაც რაღაცა უნდა გაკეთდეს, ხო? ამიტომ ცუდი და კარგი პირობითია, მაგრამ პრიორიტეტული პროექტი. ამიტომ ეს არის პირველ რიგში შესასვლელი. მე ჩვენ გვაქვს კიდევ ეს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც იმის ნაცვლად რომ იყოს საერთოდ თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, გადაიქცა რაღაცა ეგრეთ ვთქვათ პარაბების კანტორად, ხო, რომელიც თვითონ აშენებს, თვითონ იბარებს და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც საბოლოო აქეთ არის რეგიონული განვითარების ფონდი, იქით არის მთის განვითარების ფონდი. საერთოდ მაგრამ ერთი უცნაურობა არის. მუნიციპალური განვითარების ფონდი თავისი დასახელებით უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რაც რეგიონული, იმიტომ სულ პროექტებს აკეთებს რეგიონულს და რეგიონალური განვითარების ფონდი აკეთებს იმ საქმეს, რასაც დასახელებით მუნიციპალური განვითარების ფონდი უნდა აკეთებდეს. ალბათ საბოლოო მაგაზეც ჩვენ ქონდა კანონპროექტიც ქონდა მომზადებული, რომ შეიქმნას ერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც იქნება მას ეს მშენებლობის და ეს ფუნქციები მოშორდება და ეს მუნიციპალიტეტი განახორციელებს ამას, მაგრამ მას იქნება როგორც საგრანტო მექანიზმი, ასევე სასესხო, რომელიც დღეს MGM-ს ისედაც აქვს. ანუ შეიძლება კომბინაცია გააკეთოს, ნაწილი სესხი მიცეს, ნაწილი მუნიციპალიტეტს, ნაწილი გრანტი მიცეს, აქ ჩადოს მას სწავლების და რაღაცა სხვა კომპონენტებიც, იმიტომ რომ ეს თანამედროვე სტილში შესყიდვების უაძნელია და ასე შემდეგ. ამიტომ მე მახსოვს აი ამისთვის რომ ეს განხორციელებულიყო, ყოველთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰქონდა არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტებში არ აქვთ შესაბამისი შესაძლებლობა, რომ ეს yellow book-ით და ეს შესყიდვები განახორციელონ საერთაშორისო სტანდარტებით და ერთ-ერთ დონორს თხოვეთ სოფლიო ბანკს, რომ დამატებით ჩაედო საგრანტო კომპონენტი, რომლითაც სწავლება მოხდებოდა მუნიციპალიტეტის ასე ვთქვათ წარმომადგენლებს, საკმაოდ დიდი რესურსი ჩაიდო და ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ შემდგომ როგორ გაგრძელდა ეს უკვე თვალსაჩინო არ არის ამ ეტაპზე.
შესაბამისად ამ გზით უნდა წავიდეთ ალბათ ერთის მხრივ ფისკალური ცენტრალიზაცია და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს წყალმომარაგების მაგალითი. იქ ფული კი არა, საერთოდ ბერკეტიც კი პრობლემაა. ახლა წყალმომარაგებაში ჩვენ გვაქვს ალბათ აი დაახლოებით ელექტროენერგეტიკაში რო ქონდა 96-17 წელი. საკანონმდებლო თვალსაზრისით მასეი დონის გეპი გვაქვს, იმიტომ რომ როდესაც თვითმმართველობის კოდექსი მივიღეთ, მის გარდამავალ დებულებში ჩაიწერა, რომ გარკვეულ ვადამდე, მე ეს ვადამ გადაიწია ერთხელ ორჯერ, უნდა მომზადებულიყო კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებდა მუნიციპალიტეტს, წყლის მიმწოდებელი ლიცენზიათ კომპანიას და სემექს შორის ურთიერთობებს. ასეთი კანონი არ არის მიღებული. უფრო მეტიც 2019 წელს რაღაცა კანონი მიიღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ. და ამ კანონში მუნიციპალიტეტი არის ნახსენები ორჯერ და ისიც როგორც ტერიტორიის განსაზღვრალი რა, არის მუნიციპალიტეტი როგორც ტერიტორია და არა როგორც სამართლებრივი ერთეული. მიუხედავად იმისა, რომ ორგანულ კანონში წერია, რომ წყალმომარაგება, სასმელი წყლის მომარაგება არის საკუთარი ექსკლუზიური კომპეტენცია მუნიციპალიტეტის და საკუთარი ექსკლუზიური კომპეტენცია კონსტიტუციით არის გარანტირებული, უნდა იყოს სრული და ამ დროს ჩვენ რა სიტუაცია გვაქვს? დღეს საქართველოში აქვს სულ 7 კომპანიას ლიცენზია, აქედან იცით რომ თბილისი რუსთავი მცხეთა შედის ეს GVP-ის სისტემა, შედის აჭარაში რამდენიმე და ყველაზე მთავარი არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფარავს ფაქტიურად ამ თბილისი მცხეთა რუსთავის და აჭარის გარდა და ნუ იქ არის რაღაც მცირე გამონაკლისი საჩხერეში და იმაში, მაგრამ ძირითადად მთელ საქართველოს ფარავს. საქართველოში არის 3600-მდე დასახლება. ნუ კაი აჭარა და თბილისი რო გამოვაკლოთ რაღაცა ხო დარჩა ხო. რამდენ ტერიტორიაზე აქვს ლიცენზია ამ კომპანიას? სულ აქვს 366 დასახლებაზე დღევანდელი მდგომარეობით. 49 ქალაქი, 15 დაბა და 302 სოფელი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჯამურად თითქმის 3000-მდე ერთეული გვაქვს 90%. გვაქვს დასახლებების სადაც არანაირი ლიცენზიანტი კომპანია არ არის პასუხისმგებელი სასმელი წყლის მომარაგებას. შესაბამისად არავინ არ არის პასუხისმგებელი არც ხარისხზე, წყლის ხარისხზე, არც მომსახურების. აი მაგას ახლა მაგას მივყვებით, მაგრამ იქ ხო რაღაცა წყლის სისტემები ხო არის ზოგ სოფლის ხარჯები ზოგან რეკფონდით აკეთებენ, მაგრამ ეს ხო რაღაცა ბალანსი უნდა აიღონ. ეს ბალანსი აღებული აქვს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილ IP-ს, როგორც წესი, ძირითადად და კანონში ლიცენზირების შესახებ წერია, რომ IP-ს არ აქვს ლიცენზიის აღების უფლება, რომ მოიდომოს სხვა ამ IP-მ და წავიდეს წყლის მიცემის წყლის წყალმომარაგების ლიცენზია, როგორც ვერ აიღებს. შესაბამისად ეს არის კუსტარული, ამას არ აქვს ფულის ამოღების სისტემა, არ არის კომერციალიზირებული, არ აქვს ამ ინფრასტრუქტურის მოვლის რესურსები და ასე შემდეგ. უბრალოდ ფორმალურად სადღაც მუნიციპალიტეტს რომ რეკფონდიდან ფული მოუვა და წყალს გაიყვანს სოფელში, ასობის ხაზში, სადღაც ბალანსზე ხო უნდა აიღოს ბუღალტრულად და ასე კაცი გაფორმებული წყალი რო გაფუჭდება, უნდა მივიდეს და გადააბას იქ გახეთქილი. ანუ კუსტარული რაღაც სისტემაა, ხო? შესაბამისად კარგი, ეს გვაქვს იქ სადაც გეპი გვაქვს. ეხლა სადაც არ გვაქვს გეპი, ხო? აი ქუთაისში მაგალითად. ქუთაისში რაიმე სამართლებრივი ბმა ქუთაისის მერიასა და წყალმომარაგების ერთიანებულ კომპანიას შორის არ არის. კი შეიძლება სიტყვიერად იცნობდნენ იქ ერთმანეთს და უთხრას და შეუთანხმოს, რომ მოდი ჯერ შენ გათხარე, მე გზას დავაგებ და რაღაც, მაგრამ სამართლებრივი მექანიზმი მაშინ, როდესაც ორგანული კანონი იძახის, რომ წყალმომარაგება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაო, იმ ახლა ქუთაისის მეორე ქალაქია თუ მესამე რაც არის, მის მერს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით კანონმა მიცა საკუთარი უფლებამოსილება, კონსტიტუციამ უთხრა იმ უფლებამოსილება სრული არისო და იმ კომპანიის უფროს შეუძლია საერთოდ გამარჯვება არ უთხრას. ეხლა ერთი ისტორია გამახსენდა პირველ არზე ნინო ზაუტაშვილის გადაცემაში ვიჯექით, და ახალგაზრდა კაცი იყო ჩამოსული ხობიდან. ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც იქ წავიდა სპორტული სკოლა გააკეთა, ბავშვებს ავარჯიშებდა, მაგრამ იყო გაწოფებული სერვისების ხარისხზე. იქ იდგა შენობა, რომელიც დანგრეული იყო და რომელიც იყო საფრთხე ბავშვები შეიძლება შესულიყვნენ დაზიანებულიყვნენ. მივიდა მიმართა მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტმა ვერაფერი ვერ გააკეთა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ყოფილი კინოშენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაშია. მე აღმოჩნდა, რომ იქ ბაღი იყო და იმ სკვერში გასკდა წყალი. მივიდა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტმა უთხრა, რომ ვერაფრით ვერ დაეხმარება, იმიტომ რომ ეს არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და
უნდა მიმართოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას, რომელსაც თბილისში უნდა დაარეკოს, შეატყობინოს, იმათ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოფილი და ასე შემდეგ. შემდეგი ამბავი მოხდა გზასთან დაკავშირებით, გზა იყო გაფუჭებული, აღმოჩნდა, რომ ეს გზაც არ იყო მუნიციპალური და ეკუთვნოდა საგზაო დეპარტამენტს და მუნიციპალიტეტი ამას ვერ გააკეთებდა და თან უცნიდა ამ ადამიანს, რომ იცით რა მდგომარეობა იმაშია, რომ მე არ მაქვს უფლება ფული დავხარჯო ამაში. მე რომ ამაში ფული დავხარჯო, მე რა კონტროლის პალატა შემოვა და სხივის საკუთრებაში შევედი და შესაბამისად შეიძლება სიტყვის სამართლის საქმე აღვიძროთ, მაგრამ და მართლა საფრთხე იყო შენობაში, რომელიც ინგრეოდა ბავშვი, იყო ასეთი შემთხვევები. მე ვიცი ერთი მერი, როდესაც მუშაობდი, მიყვებოდა იმ ამბავს, რომ დაანგრეული შენობა ქონდა ქალაქის ცენტრში, ღამე ჯუმად მიდიოდა, მიხავდა მის სამსახურში არსებული ამწეკრანი, იმეს ერთსალ სინკარს ჩამოიღებდა, დადებდა მიწაზე და სასწრაფოდ გარბოდა, იმიტომ რომ დაეჭირა ხვის სახელმწიფო ქონებას აზიანებდა. აი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ რატომ არის საჭირო, რომ ქონება გადაეცეს ადგილებზე და ადგილებზე ბევრად უკეთულიან, იმიტომ რომ ეს ადამიანები დაინტერესებული არიან, რომ ამ ქონება მიმუშაოს. აი 11,000 შენობა ნაგებობა არის მუნიციპალიტეტებში, რომელიც არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და რომელიც ინგრევა. ჩვენ რეკორდი დავამყარეთ სოფლიოში, ეს არავის არ გაუკეთებია, თუ გახსოვს 1-3 წლის წინ მთავრობამ, რომელსაც არაფრით არ გადასცა ქონება ადგილობრივ თვითმმართველობას. გახსოვს ალბათ 1997 წელს პირველად რომ დაიწერა თვითმმართველობის კანონი, იქ ჩაიწერა, რომ გამიჩნდა უნდა მომხდარიყო ქონები. ჩვენ გამოვყავით 5 მილიონი იმისათვის, რომ ეს ქონება, რომელიც უკვე შენობა ნაგებობის მდგომარეობაში იყო, რომ საშიში იყო, ეს შენობა ნაგებობები დაგვენგრია. ანუ იმის მაგებრად, რომ ამ ნაგებობებს მიგვეცა მუნიციპალიტეტისთვის იმათ რაღაცა გაეკეთებინა და შემდეგ მოგება მოეტანათ, ჩვენ მივიღეთ სისტემას, სადაც ჩვენ ეხლა ეს ქონება, ეს შენობები უნდა დავანგრიოთ, ამაში კიდევ ფული უნდა დავხარჯოთ, სამაგიეროდ ცენტრალურ ხელისუფლებაში დავიტოვეთ ეს ყველაფერი, მთავრობის განკარგულებაშია ეს ყველაფერი, Excel-ის წყლებში, ათასობით მიწის ნაკვეთი შენობა ნაგებობით, კაციშვილმა არ იცის როგორ მოუაროს ამას. აი, აღმოსავლეთ ევროპაში ვერც და შენც ვართ ნამყოფი. ერთ-ერთი მთავარი, რასაც მუნიციპალიტეტი ამუშავებს, ეს არის ქონება, მუნიციპალური ქონება, რომელიც მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. აი, როგორ მუშაობს ეს სისტემა და როგორ მოხდა იმ რეფორმირების პროცესში ამ ქონებების გაყოფა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. რასკროლია, გარკვეული წინააღმდეგობები ყველა ქვეყანაში არსებობს ხოლმე, მაგრამ ეს წინააღმდეგობები გრძელდება რაღაცა რამდენიმე წელი ან რაღაცა პერიოდი, მაგრამ ჩვენთან უკვე აწლეულებია რაღაცა 28 წელი. ხო, უკვე ის გვაქვს, რა ქვია, რაღაცა პრინციპები. უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენი კანონმდებლობით ურბანული მიწა, ანუ ურბანული ქონება გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის ქონებად. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ჩვეულებრივ შემთხვევაში შეუძლია მივიდეს და დარეგისტრირება გააკეთოს ამის. მაგრამ ახლა როგორ ასე ვთქვათ, სიტყვიერი თუ რაღაცა სხვა ფორმით უკვე ძალიან დიდი ხანია არის ასეთი მიდგომა, რომ ეუბნებიან, რომ წადის რა სიტყვის რაღაცა ენერგეტიკის მიმართულების სამინისტრო, რა სიტყვის იმის, იქ მილიხო არ გადის, ანუ რაღაცა ბიუროკრატიულ რაღაცა იმეებს შეუძლია და უარს ეუბნებიან. სხვა შორის ერთი უცნაურობა არის, ახლა ზოგიერთ ცოტა მნიშვნელოვანი ქონებაც არის. როდესაც თვითმმართველობის კოდექსში ჩვენ ჩავწერეთ, რომ ერთლარად ქონების გაყიდვის პრაქტიკა მუნიციპალიტეტებს აეგზალათ, მაგას მე რა მოყვა, რომ ზოგიერთი ქონება მუნიციპალიტეტს რო ქონდა და რაღაცა ცენტრალურ ხელისუფლებას რაღაც ინტერესი ქონდა, იქ ინვესტორი ან ვიღაც შემოეყვანა, მუნიციპალიტეტს დააწერინა, საგრებულო მიიღო გადაწყვეტილება და აჩუქა ცენტრალურ ხელისუფლებას, უკან ქონება მაგის ფოთში და რამდენიმე მაგალითი არსებობს. როცა გადასცა უკან ის ქონება, რომელიც უკვე გადაცემული ქონდა. ხო, ეს არაჯანსაღი ვითარება და ახლა რომ მივდივართ კიდე ავტომობილით, კიდე მატარებლით და ხედავთ ან სადმე სოფელში გავივლით და ნახავთ აი ძველ კინაბეტონის კონსტრუქციებს, ზოგი რაღაც ყოფილი ჩაის ფაბრიკა, ზოგი რაღაცა კანტორა, რაღაცები. ეს ყველაფერი არის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, რასაკურველია მას არც უღირს, რომ ახლა ამის დეტალური ყველას პრივატიზაციის და იმის სისტემას შექმნას. ამიტომ ეს მას აქვს, მუნიციპალიტეტი ვერ აკეთებს ოპერირებას, იმიტომ რომ
ესე იქნება სხვის საკუთრებაზე გაწეული ხარჯი და ამიტომ მას ასე ვთქვათ ეს არჩევნები ყველაფერი და დამკვიდრება. აი მოხვეთის უფლებაც კი არა აქვს მუნიციპალიტეტს რომ შევიდეს პირობითად, ხო? ხო და შესაბამისად ეს არაგონიურული მიდგომა მაშინ როდესაც კაი თავი დავანებოთ იმას რაღაცა დეცენტრალიზაციის ინტერესებს დროებით თუ გვერდზე გავწიოთ სხვა რამეზეა საუბარი. ეს ხო სამეურნეო ბრუნვიდან ამოღებული ქონება. ანუ ის ბრუნვაში არ მოქმედე, არ მონაწილეობს, როცა მუნიციპალიტეტს აქვს ინტერესი ბოლო-ბოლო თუნდაც პრივატიზაცია, მარტო პრივატიზაციისთვისაც რო გადასცეს, ხო? და მუნიციპალიტეტი გაცილებით რომ მოწადინებული იქნება, რომ უკეთესი პირობებით მოახდინოს მისი პრივატიზაცია. ზოგი შეიძლება იჯარით გაცეს, ზოგი შეიძლება თვითონ ვერ რაღაცა გააკეთოს, ხო? მაგალითად რაღაცა ჭირდება მუნიციპალიტეტი, ხშირად მუნიციპალიტეტი ახალ შენობას აშენებს და როცა მის ტერიტორიაზე არის ბევრი უფრო შენობა, რომლის აღდგენა შეიძლება, მაგრამ მე სხვადასხვა მახსოვს 2013-ში 14-ში სტატისტიკა კეთდებოდა ამისი, რომ მუნიციპალიტეტი როდესაც ის მცირე ქონებაც კი რომელიც გადაცა ელექტრონული აუქციონებით რო იყიდებოდა, როდესაც ვადრიდით მე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაყიდული შენობების ფასს კვადრატული მეტრობით და მუნიციპალიტეტს აღმოჩნდებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში ბევრად უფრო უკეთესი ქონება არის, უეცრად შეიძლება რომ მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონულ აუქციონებზე გაყიდული ქონებიდან შემოსავალი კვადრატულ მეტრობაზე რო აიღო, ღირებულებით უფრო მაღალი იყო ყოველთვის ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაყიდულ შენობაზე. და ეს არ არის საქართველოს მოვლენა. ეს არის მთელ მსოფლიოში მუნიციპალიტეტი ითვლება უკეთეს მოვლენად ქონების, იმიტომ რომ ის მის ტერიტორიაზეა და მისთვის შემოაქვს შემოსავალი, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება, სადაც ჩინოვნის უბრალოდ ეს ექსელის ხილებში უყრია ეს ათასობით ქონება, წარმოდგენა არ აქვს და წარმოადგენს. წარმოდგენა არ აქვს რა შეიძლება გამოიყენოს. მით უმეტეს რომ ავიღოთ ხო ახლა ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის მთავარი დანიშნულება არის ისეთი ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომელიც მაკროეკონომიკაზე ახდენს გავლენას, ანუ დიდი ინვესტიციის მოზიდვა და ასე. შენ როდესაც მას აძლევ ქონებას, სადაც 50-100,000 ასეთი ღირებულება აქვს, ბუნებრივია რომ მას ხელი არ მიუწვდება ამაზე. და მუნიციპალიტეტისათვის ეს იქნებოდა ის ბერკეტები, რომლითაც ის ხელს შეუწყობდა მცირე ბიზნესის განვითარებას. ხო, ამ ქონების პრივატიზაციით თუ ვიჭარით, ზოგს საოფისე ფართები ჭირდება, ზოგს რაღაცა პატარა წარმოებისათვის ფართები ჭირდება. დღეს იძულებულია ბიზნესმენის მუნიციპალიტეტის კაპიტალური ხარჯები გაიღოს, ააშენოს შენობები, მაშინ რომ ესაც ტერიტორიაზე უდგეს შენობები, რომელიც გამოყენება თავისუფლად შეიძლებოდა ამ კაპიტალური ხარჯების გარდა ეს ფული სხვაგან მიემართებოდა იგივე თქვა ტექნოლოგიებში თუ იგივე სხვა დანიშნულებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს საქართველოში ასე ხდება. შენობების გარდა მიწის ფართობებიც არის პატარა მცირე 20-30 კვადრატულიანი, 50 კვადრატულიანი ურბანული მიწის ფართობები ათასობით საქართველოში, რომელიც არის ეკონომიკის მარტივი გათვლა მაშინ ეკონომიკის სამინისტროს არ იყო ლაპარაკი ამაზე 25,000 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი იყო ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში, აი წესი ვიცით ხო როგორია დასაბუთებული წელადებით უნდა შეხვიდე მე იმან უნდა შეათანხმოს ეს შეისწავლოს გამოიტანოს აუქციონზე გაყიდოს. ნუ წარმოვიდგინოთ რომ ყველაზე გამართული ბიუროკრატია გვაქვს სოფლიოში. და დღეში ერთი წიანდადება შეისწავლეს საინვესტიციო შეიძლება შეათანხმეს ყველასთან გამოიტანეს და აუქციონი ჩაატარეს სასწაულია ხო 25,000 მიწის ნაკვეთის პრივატიზებას ანუ მისთვის პატრონის მოძებნებას 80 წელი დაჭირდება. მაშინ როდესაც ეს 65 მუნიციპალიტეტზე რო გაანაწილო, ხო ეს ბევრად საფრთხად მოხდება, ანუ ეს მიწის ნაკვეთები და ეს შენობა ნაგებობები ხო ამოღებული არის ფაქტობრივად ის ეკონომიკაზე არ მოქმედებს ის ინგრევა ნადგურდება მე ცალკე ხარჯია იმის დაანგრევა რაც დაგვემართა და 5 მილიონი გადავყარეთ ამაში აი აღმოსავლეთ ევროპას რო უყურებ და ნახულობთ მე იქ რასაც დავაკვირდი მთავარი რაც არის მუნიციპალურ საკუთრებაში რჩება ყველა ის სისტემა ყველა ის შენობა რომელიც თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის ცენტრალური ან რეგიონული ხელისუფლებისათვის. ისიც თუ იმათ მიაქვს შენობა და იმათი რაიმე ადმინისტრაციული ერთეულია, ისინი მუნიციპალიტეტს ამაში ფულს უხდიან. აი ძირითადი ფაქტორები რაც განაპირობებს აი აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფ განვითარებას მუნიციპალიტეტის აი მქონებრივი და კომპეტენციების კუთხით. რა ვიღოთ ხო აი სისტემა რო შევკრათ გადასახადები ქონებ
აი როგორ არის ეს მოწყობილი, რომ ხელი შეუწყოს და წაახალისოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმაში, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და სამუშაო ადგილები შექმნას. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ, რომ ეს ყველაფერი მოდის სიუცითი დაგეგმვის სისტემიდან. ანუ ხერხემალი ახლა რო ავიღოთ და გერმანიაში რომ მოგწევს პატარა ქალაქების დიდი სოფლებიც ან უკვე პოლონეთში აქეთ ან ჩეხეთში ხო? ეს არის სიუცითი დაგეგმვის ძალიან კარგი სისტემები, რომელიც მრავალშრიანია. არის ეროვნულ დონეზე, არის რეგიონულ დონეზე და არის მუნიციპალურ დონეზე, რომელიც ერთმანეთის შემავსებელია და რომელიც გამომდინარეობს იმ გრძელვადიანი ხედვიდან, რომელიც საითქენას ეს რაღაცები უნდა მივიდეს. შესაბამისად, როცა იდეა ნაცნობია რაღაცა სისტემის და ამაზე რაღაცა შეთანხმებები არსებობს, ამას ერგება ქონების საკითხებიც. ამისივე ნაწილია ფინანსური რესურსების გადანაწილება, იმიტომ რომ იქაც არის ხო პრობლემა, გერმანიაში რო აიღო, თქვათ გედერის მხარეს გაცილებით სუსტი მუნიციპალიტეტებია, მადრიდში ვაკეთებ, მაგრამ სამაგიდოდ პოლიტიკაა, რომელიც ამას აბალანსებს. კი არა, მე ისიც კი მომისმენია, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში რომ ესე იგი ჩვენთან ხელფასი ამ ბურგომისტრებს, მერებს და მოსამართლეებს და ყველას იგივე აქვთ, რაც დასავლეთში არის და ეკონომიკა უფრო სუსტი არის და უფრო გვიჭირს ამის გადახდამა, ხო? აი ეგეთი პრაქტიკული პრობლემებიც კი დგას ხოლმე ხანდახან. ამიტომ აქ რაში არის საუბარი? რაზე არის საუბარი, რომ მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს რაღაცა საბაზო. ესე იგი, მანქანის, რა ვიცი, ძველად რო კარბურატორი იყო რაღაცა რეგულირებას მოუკეთებდნენ, მაგრამ ჯერ ხომ უნდა იდგეს ის კარბურატორი, რომ მე დაარეგულირებო, დაიქოქოს ხო ეს მანქანა და მე შეიძლება რაღაცაები დაურეგულირებო, ხო? დაახლოებით ესე არის სისტემა მოწყობილი ნებისმიერი რა. რაღაცა საბაზო, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უნდა ქონდეს შემოსავლები იმ კომპეტენციების რელევანტური, რომელიც მას აქვს და ჩვენ პირობებში, ეხლა არ დავკონკრეტები ეს რაღაც დეღიგერო დაუტოვოს იმას მუნიციპალიტეტს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს და ეს უნდა იყოს საშემოსავლო და შესაბამისი სისტემით. მეორე, მას უნდა ქონდეს დამატებით ის ქონება, რომელიც მას უნდა კანონითაც გადაცემულა, ეს დე ფაქტო არის შეჩერებული ამ ქონების გადაცემა, თუ სასოფლოზე თუ კანონშიც არის რაღაცა ხარვეზები იმაზე რა ქვია ხარვეზები და რაღაცა ინსტრუმენტები შეფერხების აქ ფაქტობრივად კანონმა გადასცა და რაღაცა კანონქვემდებარე ქმედებებითა და აქტებით არის შეფერხებული ეს პროცესი. მას უნდა ქონდეს ინსტიტუციური ჩარწაღა რო ახსენეთ წყალმომარაგებაზე, ანუ ის კომპანიები, საერთოდ ეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ხო, ვერ ვიტყვის რომ აჭარაში რომ მუნიციპალური კომპანიები აჭარის სოფლებში უფრო ნაკლებად არის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებული, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. არ არის ესაც პირიქით. პირიქით არის. ხო. შესაბამისად ეს ინსტიტუციური მექანიზმები უნდა ქონდეს გადაცემული და მიუხედავად ამ გადაცემისა, ამის მერე რო პრობლემები იქნება, ის უნდა შეისვოს რეგ ფონდით მიზნობრივით. შეიძლება შექმნა მაგალითად ცალკე სასოფლო წყალმომარაგების ფონდი, იმიტომ რომ ხლა ეს ამხელა კანალიზაციები და რაღაცეები რო არის გასაყვანი ამ ჩვენ სოფლებში, მაგას ვერცერთი მუნიციპალიტეტი ვერ აუღავს. აქ კი არა, იმაში რა ქვია, ამ მდგომარეობაში რო იყოს დასავლეთ გერმანიის მუნიციპალიტეტი ვერ აუღავს მაგას, ხო? ამას სჭირდება რაღაც ეროვნული ფონდები, რომელიც ამაში დაეხმარება. აქვე უნდა იყოს სხვა ინსტრუმენტები, რომელთაც მას ცენტრიდან დაეხმარებიან ტექნოლოგიურ ტრანსფერს რო უძახიან რაღაცა smart მუნიციპალიტეტის კომპონენტები და სწავლება და რაღაცა. ეხლა ის რომ მაგალითად პირობითად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რომ გადაწყვიტა რომ 100 მეცნიერი სოფლის მეურნეობის ჩამოიყვანოს ისრაელიდან და რა ვიცი ჰოლანდიიდან, ნიდერლანდებიდან რომ ასწავლოს ადგილობრივებს და გაუნაწილოს ექსტენსიის ცენტრებს ადგილზე. ეს შეიძლება ეროვნული ამოცანაა, ხო? ეხლა ყველა მუნიციპალიტეტმა თვითონ რომ ჩამოიყვანოს ეს პრობლემური იქნება, მაგრამ ის რომ ის უნდა იყოს მიბმული მუნიციპალიტეტთან ის საინფორმაციო ცენტრი და არ უნდა იყოს რაღაც ანკლავებით ჩასმული ამ მუნიციპალურ სტრუქტურებში, ეგ ხო ფაქტია, რომ ადმინისტრაციული მექანიზმებიც უნდა ქონდეს შესაბამისად. ხო და თუ ეს ყველაფერი აქვს, ამის მერე რომ ხარვეზები იქნება და დისბალანსი განვითარებაში ხო იქნება მუნიციპალიტეტი, ამის გამოსწორების ფუნქცია ფისკალური ინსტრუმენტებით, ძირითადად ფისკალური ინსტრუმენტებით და თუნდაც ის საშემოსავლო, ხო? ეხლა საშემოსავლო როცა რჩებოდა იყო ხო დრო მუნიციპალიტეტს რო რჩებოდა ჯერ კიდევ შევარნაძის დროს და როგორ რჩებოდა იცით? რჩებოდა დამქირავებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ანუ შეიძლება ადამიანი ისე დაბადებულიყო და გაზრდილიყო მაგალითად რა ვიცი ხულოში, მაგრამ თუ ის მუშაობდა მაგალითად ავერსის ფილიალში და ავერსი იყო თბილისში რეგისტრირებული, თბილისის ბიუჯეტში, შეიძლება თბილისი საერთოდ არ ყოფილიყო ნამყოფი და თბილისის ბიუჯეტში მიდიოდა მის საშემოსავლო. ეს რას უკვე არ სწორია.
ეს ყველა ქვეყანაში საერთოდ პრინციპია, რომ რომელ ადგილობრივ არჩევნებში იღებს მოქალაქე მონაწილეობა, სადაც იხდის გადასახადებს. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის ეს გადახდა გარკვეულად გაწოვდა თბილისის საერთო კომბალობას, რატომ? იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცა ჩამოსულია თბილისში მუშაობს და შემოსავალს აგიღებს, მაგრამ მისი ოჯახი არის სადღაც რეგიონში, მუნიციპალიტეტში, სადაც მისი ბავშვი დადის იქაურ საბავშვო ბაღში, იღებს იქაურ წყალმომარაგების სერვისს და შემდეგ და ეს გადასახადს იხდა, ანუ მისი ძმა მაინც არის მუნიციპალიტეტთან. შესაბამისად, როცა იხდის, მე მახსოვს ეს ანალიზი ჩავატარეთ, თუ საშემოსავლო დარჩება დამქირავების რეგისტრაციის მიხედვით და თუ დარჩება დაქირავებული რეგისტრაციის მიხედვით და გეპის სხვაობა მოხდა დაახლოებით 12-13%-ით უფრო მეტი ფული წავა თბილის გარე მუნიციპალიტეტებში თუ იქნება ის მოდელი. არა, მართლა პრინციპი. მაგრამ ძალიან მარტივია ხო საშემოსავლო გადასახადს ვიხდი იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ვიყენებ ადგილობრივ სერვისებს, იმ გზაზე დავდივარი, წყალს სვავ, იქ დავყავს ბავშვი, იქ იღებს განათლებას, ანუ მე ვაფინანსებ, მე ვიხდი გადასახადებს და მე ვაფინანსებ ამითი ჩემს სერვისებს და ის როდესაც არის სამსახურის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სამსახური შეიძლება იყოს შერეგისტრირებული ჩემგან 300-400 კილომეტრს საერთოდ არ ჩავდიოდი იქ და მე ის დასახლება რატო უნდა ვამდიდრო, ხო? იქ რატო უნდა გადავიხადო, ანუ მე უნდა გადავიხადო იქ ფული, საიდანაც ვიღებ მე სახელმწიფო სერვისებს. ეს პრინციპი მოქმედებს ევროპაში ყველგან, სამწუხაროდ ჩვენთან რაღაცა იქ ქალაქი კიოლი, ხო? ამ კიოლის გარშემო რო შემოვიაროთ, არის პატარ-პატარა მუნიციპალიტეტები. რო ჩახვალ ამ მუნიციპალიტეტში, არც ქარხნის ბოლი ამოდის, არც დიდი ფერმები არ არის, მაგრამ კოხთა პატარა მუნიციპალიტეტებია, საღამოს რაღაცა ბარში ხალხი დადის რა. სინამდვილეში იქ ქონება უფრო იაფია ვიდრე კიოლში, ამიტომ იქ რა ადამიანიც ხო, ეხლა იქ ტრანსპორტი გავითარებულია, დაждდება იმ ეგრეთ წოდებული ელექტრიჩკაზე, ჩავა იმუშავებს, დაბრუნდება საღამოს ატარებს იმ ეგრეთ წოდებულ საძილე მუნიციპალიტეტში. იქ ხარჯავს ბარში ფულს, იქ დადის ბავშვი საბავშვო ბაღში, სკოლაში, იქ არის ახალგაზრდული ცენტრი, იქ არის აუზი, იქ არის ის, ხო, უფრო იაფი უჯდება და ესეთი ტიპის მუნიციპალიტეტებიც არსებობს, ხო? სუბურბს უძახიან ამას, ეს სუბურბული მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, ხო, ეხლა ცენტრების გარშემო არის განლაგებული. ტერიტორიული მოწყობას თორე ის სივრცითი მოწყობა ამ ტერიტორიული მოწყობასთანაც უშუალო კავშირშია, ხო? შეუნა გათვალო დღეს რო სადღაც პირობითად გადაწყვეტე რომ ანაკლიაში ქალაქი უნდა გააკეთო, მას ბუფერად როგორი მუნიციპალიტეტები უნდა ქონდეს, რომ შემდგომი განვითარების დროს ის რა ქვია, ისქნას თორე ისე დავემსგავსებით ვაკის პარკის ადგილას რო ყანა იყო და უცებ ურბანიზაცია მოხდა, ხო? ახლა მაშინ არ იყო ეს წინასწარი სტრატეგიული გათვლის მექანიზმები და ეხლა უკვე არის, ხო? და ამიტომ ესეც სისტემური საკითხია, რომ აი ჩვენ მხოლოდ წყლის მაგალითი მოვიყვანეთ, მაგრამ ასეთი არის ნებისმიერი, აი მაგალითად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ყველა არის სახელმწიფო, ყველა. ესე იგი, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ერთადერთი პუნქტი არის ნახსენები მუნიციპალიტეტი, რაში შემთხვევით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს რო წააწყდნენ რაღაცა ძეგლს, სანამ გადააბარებს კულტურის სამინისტროს, აი იმ პერიოდში მოულეველება მუნიციპალიტეტს. მეტი საერთოდ ნახსენები არ არის მუნიციპალიტეტი. ერთი არის ძეგლი, რომელსაც 7200 ძეგლი, აქედან კულტურის სამინისტროს მეტნაკლებად რამდენიმე ასეულზე შეიძლება კონდეს შეხება, დანარჩენი ნადგურდება. კი. ერთი არის, რომელსაც გასაგებია გელაცვეთ, ყოველი ჯვარი რაღაცა ასეთი ძეგლები საერთო ეროვნული მნიშვნელობის, მაგრამ არის ძეგლები, პატარა ციხეები, რომელიც შეიძლება პატარა ნაგებობები ძველებური, რომელიც არ არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, მაგრამ ძალიან კარგად შეიძლება მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს ტურიზმის განვითარების კუთხით, იქ რაღაცა დასასვენებელი და გართობის ობიექტების შექმნის კუთხით, მაგრამ ეს არის შეუძლებელი. მე მახსენდება ესეთი რამე რამდენიმე წლის წინათ სურამში გავაკეთეთ ესეთი ახალგაზრდული პროექტი, ბავშვებმა ახალგაზრდებმა დაწერეს პროექტები სურამის რა უნდა გაეკეთებინათ სურამში და მე მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში ამ პროექტების შერჩევის დროს და ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, რიგები გვედგა ზამთარში. ძალიან კარგი პროექტები დაიდო, ხაშურის გამგებელი ჩამოვიდა მაშინ და რომ ნახა ეს პროექტები თქვა რომ ჩემიო თანამშრომლები ასეთ კაი პროექტებს კარგი იდეებს ვერ წერენ. მთავრობამ აიღო მაშინ ვალდებულება რომ განახორციელებდა ამ პროექტებს, მაგრამ აღმოჩნდა რა ყველაფერი ის განვითარებაზეც ამ ბავშვებმა დაწერეს და რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არაფერი ხაშურის მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნოდა იქიდან.
არც ერთი შენობა ნაგებობა, არც ერთი მიწისნაკვეთი, არაფერი საერთოდ. და ეს ყველაფერი ინგრეოდა, როგორც კი მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს გამგეობას უნდა და რაღაცა დახმარებოდა, მიიღეს ვარი. არა იცით რა, ეს შეიძლება დაგვჭირდეს. შესაბამისად დარჩა ეს მუნიციპალიტეტი ამ პროექტების გარეშე, თუმცა ყველა პროექტ შეეძლო სურამი, რომელიც საყვარელი კურორტია, კარგი კურორტია, უამრავი ბავშვი დახავთ დასასვენებლად. მაგრამ ეს არის კურორტი, სადაც დასასვენებელი, ანუ მცირე პარკიც კი არ არის, აი შუა ქუჩაზე დაატარებენ ბავშვებს სასეირნოდ, ხო? არაფერი არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი, შეიძლებოდა ამას ყველაფერს გაკეთება, მაგრამ სადაც რამე შეიძლებოდა, ეს ყველა ქონება იყო ცენტრალური ხელის ეკონომიკის სამინისტროს ხელში და არავინ არაფერზე გადაცემა არ მოინდომა. ეს არის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ერთ პოდკასტში რთულია ამოვწუროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტების კომპეტენციებს. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ აი ევროპაში რო ჩავდივარ და ძალიან აი ამ ლამაზ პატარა ქალაქებს რო ვნახულობთ, ყველაფერი მოწესრიგებული რო არის, გალაგებული, დასუფთავებული, კარგად შეღებილი. ბევრს გონია რომ ამას ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს. აი მთავრობა რა კარგად მუშაობს. იმ მთავრობის მუშაობის სიკარგის მთავარი მარკერი არის ის, რომ ის არ ერევა ამ საქმეების გადაწყვეტაში. რომ ეს ყველაფერია გადაცემული მუნიციპალიტეტს და იმ დასახლებაში თავად აგვარებენ იმ პრობლემებს, იმიტომ რომ ეს არის ის ხალხი, რატო ჭირდება ეს კომპეტენციები, ხო? ამ კომპეტენციებს ახორციელებს ის ადგილობრივი ხელისუფლება, სადაც მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც თავად დადიან ამ გზაზე, თავად დახავთ ბავშვი სკოლაში, თავად სვავენ იმ წყალს, ანუ ამ სერვისებს ისინი თავად იყენებენ. ჯერადობით უფრო მაღალი არის მათი ინტერესი, როდესაც მათ ეს კომპეტენციები გადაცემული, უკეთ განახორციელონ ეს კომპეტენციები, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკი, რომელიც 100 წელი ისე გაივლის და მთელი ცხოვრება ისე შეიძლება გაატაროს, რომ იმ დასახლებაში საერთოდ არ ჩავიდეს და როს არ გამოიყენოს ეს კომპეტენციები. მადლობა თენგის სტუმრობისათვის, იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით. მადლობა ყურადღებისათვის და ჩვენი პოდკასტების სერია თვითმმართველობის საკითხებზე გრძელდება.